ურებო სალომე სულაბერიძე არის ჩვენთან უბრალოდ კარიერის მენტორი, რომელიც ესეს ნეტვორკინგობდა და მოკლედ მოუწყვიტეთ გარემოს და თხოვეთ რომ თავისი აზრები გაგვიზიაროს იმ თემასთან დაკავშირებით პრინციპში რასაც ეხება ჩვენი პოდკასტი და დღევანდელი დღე ზოგადად და ვინც თუ არა შენ გაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით და ფაქტურად ჩემი აზრით მაგაზე დგას ძალიან ბევრი რამე რა მიმართულებითაც შენ მუშაობ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის შენი გადმოსახედიდან აი რა როლი აქვს ზოგადად ნეტვორკინგს ურთიერთობებში და საქმეში ფიქრში გამარჯობა გიორგი და დიდი მადლობა მოწვევისთვის. უდიდესი როლი აქვს ყველაფერში აბსოლუტურად და მინდა ხაზი გავუსვა ნეტვორკინგის ზოგადად განმარტებას და ცნებას სწორად, ვინაიდან ჩვენთან ჯერჯერობით არ აღიქმება ისე სწორ ფორმაში, როგორიც არის ხო მისი არსი. ნეტვორკინგი არ არის ნეპოტიზმი, არ არის ნაცნობების შეძენა, იმიტომ რომ შენი მომენტში რაღაც პოზიცია გაგვზღია და ვიღაცას ხელს მოკიდებ და დააწყებინებ სამსახურს, ეს არის გულწრფელი, ნამდვილი ურთიერთობების აშენება, როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვის და ხსნის უამრავ კარს. უბრალოდ თავარი გამოწვევა მე რასაც ვაწყდებოდი და თავიდან მერიდებოდა იყო ადამიანებთან ურთიერთობების წამოწყება ძალიან უჭირთ ადამიანებს პირდაპირ მიცვლა გამარჯობა მე სალომე ვარ ამ სფეროში მოღვაწეობ თქვენ რა საქმიანობთ აი ძალიან ელემენტარულია ერთი შეხედვით თუმცა ადამიანებს ძალიან გვერიდება და გვეუხერხულება ნეტვორკინგის ასე ვთქვათ მიმართულებით გააქტიურება არა და უამრავი პროფესიონალია უამრავი ნიჭიერი ადამიანია ვინც უბრალოდ ჩრდილში ზის იმიტომ რომ მის შესახებ არავინ არ იცის და დღეს მით უმეტეს თუ არავინ არ იცის შესახებ წარმატება ძალიან დაიგვიანებს და ჩრდილში დარჩები. ამიტომ მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე როგორც შენახსენე აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე ჩემი ბიზნესი დამოუკიდებლად ნეტვორკინგი ძალიან დამეხმარა და ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ საწყისი წერტილი იყო LinkedIn პლატფორმა სადაც გავაქტიურდი და ყველას ვეხმარებოდი ვისთანაც კი ხელი მიმწვდებოდა. ნეტვორკინგის არასწორი ფორმა არის, როდესაც ადამიანები პირდაპირ მიწერენ ხოლმე დამსაქმებლებს და უბნებენ გამარჯობა, სამსახურს ვეძებ, დამიკავშირდით. ეს არ არის ნეტვორკინგი. ნეტვორკინგი არის ურთიერთობაში შესვლა, გაცნობა. არ არის ეგოზე დაფუძნებული. მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული მსმენელზე, უნდა დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც მიუთითებს, რომ შენ ის ადამიანი გაინტერესებს, მისი სფერო გაინტერესებს, თხოვო დახმარება, ხელი გაუწოდო, ან რჩევა კითხო. დავაკვირდი, რომ ადამიანები ძალიან მოდიან ამ კომუნიკაციაში, როდესაც შენ რაღაცა გაინტერესებს და რჩევით მიმართავ თუნდაც. ან თუნდაც ეუბნები, რომ რამე ხომარ შემიძლია დაგეხმაროთ, თქვენი საქმიანობა ძალიან მომწონს. ელემენტარულია ერთი-ორი წინადადება, რომლის ასე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირთ ხალხს და მეც მიჭირდა დასაწყისში, მაგრამ მივხვდი, რომ ნეტვორკინგის გარეშე რაოდენ მაგარი პროფესიონალიც არ უნდა იყოს, რაოდენ მაგარი იდეაც არ უნდა გქონდეს სტარტაპისთვის, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო, იმიტომ რომ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება. ეს არ არის ვიღაცის გამოყენება, ეს არის ურთიერთდახმარება. მე გჭირდები შენ, შენ გჭირდები მე, იმიტომ რომ შეუძლებელია მარტო წინ წახვიდე ცხოვრებაში და კარიერაში. ეხლა ვფიქრობდი შენ რომ საუბრობდი და შენს ადგილას წარმოვიდგინე თავი. და ესეთი რაღაცა განცდა დამეუფლა. მოგონ მაინტერესებს რამდენად სწორი განცდა არის. მე რო ვიყო შენს ადგილას, შეიძლება მქონოდა სტრესი, რის გამო რომ მე როგორც კარიერის მენტორს ორმაგად მევალება რომ ნეტვორკინგი ასე ვთქვათ კვადრატში მქონდეს აყვანილი, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან დიდ კავშირებს ამყარებს კომპანიებთან და ასევე ძალიან დიდი კავშირები აქვს ადამიანებთან, რომელსაც უნდათ დასაქმება, ხო? ანუ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც შენ მოგმართავენ შენი სერვისით სარგებლობენ, ასე ვთქვათ, მოლოდინი აქვთ, რომ შენ ძალიან ბევრ კომპანიას იცნობ. და შენ ამ ყველაფერს რო იაზრებ, მერე შეიძლება თუ არა იყოს ეს ერთგვარი აი სტრესი, როგორ ვთქვათ, აი რომელიც რაღაც პასუხისმგებლობასავით გეკისება, რომ აი თუნდაც დღევანდელ ღონისძიებას რო ჩამოხვედი, შეიძლება შენ ყველაზე უფრო მეტად აქტიურად იყენებდე ამ ასე ვთქვათ ნეტვორკინგის შესაძლებლობას, ვიდრე რაღაც რომელიმე კომპანიის დამფუძნებელი ხარ სპეციფიკობითად რა და აი რამდენად აი რა როგორ აბალანსებ მაგას ან თუ ყოფილა ეგ სტრესული ნაწილი საკუთარ თავში ხო კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მოლოდინი თავიდან როდესაც რაღაცა უცებ ფეისი გახდები სოციალურ სივრცეში და რაღაც მიმართულებით პოზიციონირ
ფუნქციონირებ. ყველას გონია, რომ აი დავეკონტაქტები და ერთ დღეში მომიგვარებს პრობლემას, ხო და ერთგვარი პასუხისმგებლობაა და ძალიან თავიდან ცოტა უხერხულობის შეგრძნება გააქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე საკუთარ თავზე უნდა იმუშაო ბევრი და უნდა მიხვდე, რომ ნეტვორკერი ადამიანი არ ნიშნავს ყოვლის შემძლეს. უბრალოდ ნიშნავს, რომ მასზე მეტი შესაძლებლობები აქვს, მასზე მეტი სანაცნობო აქვს და შეუძლია რომ დაეხმაროს, მაგრამ ეს არ არის ის რაღაც ჯადოსნური ჯოხი მაქვს და ერთ და ორ დღეში ინვესტორს მოგიყვან, სამსახურს დაგაწყებინებ საშუალოს, უბრალოდ ეს კავშირები და კონტაქტება და გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა არავინ არ იცის სად როდის მიგიყვანს. შეიძლება ერთ კვირაში გაგიმართლოს, შეიძლება ერთ თვეში და ასე შემდეგ. თავიდან სტრესი ნამდვილად იყო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ეს მოლოდინი რაც სხვა შეიძლება გარედან კონდეს, უბრალოდ მათი ილუზიაა და შენ სწორად უნდა აუხსნა. და მე ყველა ჩემს მომხმარებელს ვეუბნები, რომ კი, მაქვს დიდი კავშირები, ვიცი შენი უნარების შესახებ, მაგრამ ეს მოითხოვს დროს. უცებ არაფერი არ ხდება, დიდი საქმეები მით უმეტეს. მიწაზე დაიშვი. კი. იცი რა მაინტერესებს აი რა რჩევა შეგიძლია მისცე ადამიანებს თუნდაც ბიზნესის მიმართულებით. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნეტვორკინგი ბიზნესში ცალკე და ნუ ერთი არის სიტყვაზე ხა სამსახურის მაძიებელი ხარ თუ ნებისმიერი სხვა მიზანი გამოძრავებს რაღაც პერსონალური იქ კიდე რაღაც ნეტვორკინგის რაღაც სხვა მიმართულება შეიძლება არსებობდეს. აი შენი რჩევები როგორ იქნება ამ ადამიანებს? ძალიან ბევრი სტარტაპი მომართავს სხვათა შორის ძალიან ბევრ კონსულტაციაზე, რჩევაზე, ამ სფეროში როდესაც მოღვაწეობ, კარიერის მიმართულებით თითქმის ცოტა ყველა სფეროში ხარ ჩახედული და ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო. სტარტაპერებს პირველი რასაც ვეუბნები ბიზნესმენებს, მეწარმეებს არ აქვს მნიშვნელობა ხალხი გაიცანით, გაერიეთ ხალხში აუცილებლად. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ღონისძიებაზე მიხვიდე, ჭიქახვინო დაიჭირო ხელში და ატვირთო სოციალურ ქსელში ფოტო. ეს არაფერს არ მოგვიტანს, ხო? აი წინასწარ გეგმა უნდა ქონდეს, მე რისთვის მივდივარ ამ ღონისძიებაზე, რა არის ჩემი მიზანი, ხო? ინვესტორის პოვნა, სამუშაოს მაძიებლის პოვნა, კარგი კანდიდატი მჭირდება ხელმძღვანელის პოზიციაზე. შენ რა პრობლემაც გაქვს, იმის გადასაჭრელად მიდიხარ ნეტვორკინგ ღონისძიებაზე. ამიტომ გაანალიზე ჯერ შენი გამოწვევა, ჩამოწერე გეგმა, რა არის შენი, ასე ვთქვათ, KPI იმ დღისთვის, როდესაც ღონისძიებაზე მოხვდები და შეეცადე, რომ იმის 50% მაინც შეასრულო. ასევე ვეტყოდი, რომ ურთიერთობის დაწყება არ არის უხერხული. თუ ვინმე ეს იცნობ, უცებ ან მოგწონს სოციალურ ქსელში მისი პოსტები, მისი პოზიციონირება კომპანია სფერო, მიდი და უბრალოდ გულწრფელად უთხარი კომპლიმენტი, შეეკითხე რჩევა, აი მე სტარტაპერი ვარ და ამ გამოწვევას ვაწყდები ბიზნესში, თქვენ როგორც გამოცდილი ადამიანი რას მირჩევთ? 90% ადამიანების, როდესაც გულწრფელი და გახსნელი ხარ, მოდის და გეხმარება და პასუხობს. რა დროს არ გეხმარება, იცი? აი მე ვყიდი პროდუქტს და თუ შეიძლება დაიყიდეთ. აი ეს დაძალებითი გაყიდვები ნეტვორკინგში არ მუშაობს. შენ უნდა იყო ორიენტირებული მასზე და უნდა ალტრუიზმით ძალიან გეხმარება ამ დროს და არა ეგოს ჩართულობა, რომ აი მე იმისთვის ვარ აქ, რომ შენ ჭირდები, არა უნდა მოусმინო, დაელაპარაკო და მისგან რჩევებიც მიიღო. შემდეგ აუცილებელია follow-up-ი, ანუ მიყოლა. დასრულდა ღონისძიება, ჩვენ აღარ გადავიკვეთებით, შეიძლება ერთი წელი გავიდეს, ხო? გაცვალეთ ვიზიტები, ხო? საბარათები, როგორ არის ქართულად? LinkedIn-ზე დაიმატე ის ადამიანი, მიწერე, გულწრფელად გაუზიარე, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, რომ სასიამოვნო იყო გაცნობა და ნელ-ნელა ამ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაუყარე. ერთჯერადად ადამიანის ხელის ჩამორთმევა არ არის ნეტვორკინგი. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა მოუარო შვილივით. ხო, ძალიან საინტერესო flow არის იდეაში ეგ და თუ არის რამე განსხვავება მაგალითად აი ქართულ ნეტმოდი არ გქონდეთ ეს ქართული ნეტვორკინგი და რაღაცა უფრო საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ასე ვთქვათ, მოდი ესე დავარქვათ, რომ შეიძლება რაღაცა პრაქტიკა არსებობს უკვე, ხო, აი follow-up-ის კულტურა რაც არის მაგალითად, რომ აი მე არ მახსენდება ქართულ მსგავს ღონისძიებაზე ყოფილიყავი, ხო ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაიცნო, მაგრამ მსგავსი წერილი რომ მომსვლოდა თუნდაც LinkedIn-ზე რომ აი ჩვენი შევხვდი ძალიან სასიამოვნო იყო და რაღაც პატარა რეზიუმესავით მოგცეს თავის კომპანიაზე რომ თითქოს შეხსენება გაგიკეთა რომ არ დაგავიწყდეს რომ ვინ იყო ეს ადამიანი რაზე ისაუბრე და ასე შემდეგ, მაგრამ აი უცხოური კომპანიებთან შემთხვევაში ეგეთი მქონია რომ აი მომსვლია LinkedIn-ზე და გამხსენებიან ხო ეს ადამიანი უკვე იცი დაახლოებით წარმოიდგინე LinkedIn-ზე შეიძლება ბევრი ადამიანი ყავდეს, მაგრამ ისე ყოველას მაგრამ აუცილებლად გახსენდება ის რომელიც მოგწერს, ხო? კი, აი რამე წესი არის რაც უნდა დავიცვათ, ეგ რაღაც აი ეგ
ალბათ უფრო ბიზნესების ხარის უფრო მეტად კი, კონტაქტი არ უნდა გააციო, სანამ ცხელია ურთიერთობა და სანამ ახსოვ ხარ ადამიანს, თავის დროზე უნდა შეახსენო თავი და უთხრა, რომ აი იცი მე ის ვარ იმ დღეს რო გესაუბრეთ. იმიტომ რომ შენი მიზანია მასთან კომუნიკაციაში შესვლა და დაახლოვება, ხო? ან რაღაც ინფორმაცია გჭირდება, ან შეიძლება მას დასჭირდე. არასდროს არ არის ცალმხრივი პროცესი, ამიტომ ეს მორიდებულობა გვიშლის ქართველებს ძალიან ხელს. საერთაშორისო ბაზარზეც მაქვს გამოცდილება და ალბათ ესეც დამეხმარა მე რომ უფრო თამამად გამომივიდა ნეტვორკერობა ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს ფიქრობს რა სიტყვის სხვა. აი მე რო ეხლა იმასთან მივიდე და ხელი ჩამოვართო და გამოვილაპარაკო, რაღაცა უხერხულობის მომენტს მგვრის და ეს ხევს უკან სხვა არაფერი და ასევე ნეტვორკინგი საერთაშორისო ბაზარზე გააზრებულია სწორად და ის follow-up-ი შენაც მოგდიოდა უცხოელებისგან. მათმა უკვე სწორად იციან ნეტვორკინგის ფუნქცია მოვალეობები რა არის და პირნათლად მიყვებიან ამ გზას. საქართველოში ეს არ არის სწორად გააზრებული და ამიტომაც ადამიანები იკავებენ თავს და ვერ მიდიან სასურველ შედეგამდე. და ეხლა რომ გადმოვიდეთ ჩვენს დღევანდელ დღეს რო დავუბრუნდეთ, აი დღევანდელი დრისგან რა მოლოდინი გაქვს დაახლოებით რისი წაღება გინდა ამ ბონიზებიდან მოგდეთ. უკვე როგორც კი შემოვედი, ჩემი მოლოდინები ეგრევე გამართლა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოდიოდა მესალმებოდა, მეც ვცნობდი, ისინი უფრო მცნობდნენ, მინაიდან LinkedIn-ზე უფრო მეტი გამომწერი მყავს ეხლა და მარტივია შედარებით მათთვის. ჩემი მთავარი, ასე ვთქვათ, მოლოდინი არის კიდევ უფრო ახლოს გავიცნო ის ადამიანები, ვისაც LinkedIn-ზე პროფესიულად გადავიყვეთე, დავხმარები ვარ და რაიმე ჩემგან აინტერესებს და მინიმუმ 10 ადამიანი მაინც გავიცნო ახალი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნეტვორკინგის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვის და ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ერთმანეთს ხელი, ასე ვთქვათ, შევუწყოთ, ისინი ჩემ მიმართ არიან განწყობილი, რომ მე რაღაცაში დავეხმარები და არავინ იცის მე როდის ვინ დამეხმარება, როდესაც დამჭირდება. ამიტომ ნეტვორკინგი არ არის ვინმეს გამოყენება, ეს არის უბრალოდ ერთმანეთის გულწრფელად დახმარება. ყველას აქვს უნარები პროფესიული, რომელიც მეც მჭირდება და შენც გჭირდება და არავინ იცის, როდის ვინ გაგახსენდება, როდესაც ესეთი ღონისძიებებიდან დაბრუნდები. ეხლა გამახსენდა ეგეთი რაღაცა, რომ ხშირად უთქვამთ და არსებობს ეგეთი გამოთქმა, სადაც ამბობენ, რომ აი თუ ნაცნობ, მოკლედ იქ თუ ნაცნობი არ აქვს, შანსი არ აქვს არაფერს გაკეთებისა და აი ეგ ნაწილი რეალურად გავსი ღონისძიებები არის მაგ ფრაზის, ასე ვთქვათ, საპირიწონეთ რა, რომ რეალურად უნდა ეცადო, რომ ნეტვორკინგში იყოს რაღაც ადამიანები გაიცნო, არ ნიშნავს, ანუ ვიღაცას ან მისო როგორც შენახსენი არ არის სირცხვილი, არ შეგჭამს, ხელს არ მოგაჭამს, ჩამოვართვი, კომპლიმენტი უთხარი, მიესალმე, ანუ საჩხუბრად ხარ მიდიხარ ადამიანთან. და აი ეს რომ მე თითქოს თავის გამართლების მიზნით რო ვთქვათ, რომ იქ ნაცნობი თუ არა ყავს, ანუ მოიპოვო ეს ნაცნობი, ხო, ანუ ეს საიდან მოდის ეს ნაცნობობა, ხო, ეს ხო ნაცნობებით ხო არ ვიბადებით ადამიანები, ხო, ანუ ჩვენი რაღაც ერთგვარი ის გვაქვს შექმნილი, ეს ჩვენ შევქმნით, ხო? აი აქ სხვადასხვა რო ახსენი 10 კონტაქტი უნდა წავიყვანო, მე ვცებ ჩამჩა რომ მეთქი ეს უნდა ვკითხო, მეთქი, იმიტომ რომ ჩვენ წინა სტუდენტთანაც ქონდა ამაზე საუბარი და ეგეთ კითხვა დავსვი, რომ ხანდახან არის მეთქი, რომ დამფუძნებელი რაღაც თავის შეიძლება თვითონ არ ესწრება, მაგრამ თავის კომპანიის თანამშრომლებს აგზავნის ამ ღონისძიებაზე და ეუბნება, რომ აი იქიდან უნდა დაბრუნდე 5 კონტაქტით რა, რაღაც აი თითქოს KPI-ვით უდებს რაღაცა დავალებას აძლევს რა და რამდენად სწორია მეთქი კითხვა იყო და შენ უკვე გააქვს KPI როგორც აღმოჩნდა. ყველაფერში საჭიროა, კი. აი ეგ საიდან მოდის, ანუ რამე არსებობს, მაგალითად ევროპული გამოცდილება პირობითად, რომ შენ რაღაც კონკრეტულ ღონისძიებებზე რა უკვე წინასწარ განსაზღვრული მიზნით უნდა მიდიოდე? იცით, ჩემი გამოცდილებით მე დაკურებული ვარ რაღაცას, როდესაც მატერიალიზებას ვუკეთებ, ან თუნდაც ფურცელზე დავწერ ჩემს გეგმას, უფრო მარტივად მივდივარ შედეგზე. ანუ რაღაცა მინდა ესე აბსტრაქტულად ამის ფიქრები არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ვერ ხედავ რეალურად შენს გეგმას, არ წერი არსა და ვერ აღიქვამს ტვინი კარგად. როდესაც უკვე შენ გარკვეული მიზანი იცი, რისთვის მიდიხარ, რამდენი ადამიანი უნდა გაიცნო, პირობითად შეიძლება 10 არ იყოს და 20 იყოს, ხო? მაგრამ მინიმუმ რაღაც ჩონჩხი უნდა გქონდეს. და ჩვენთან არ არის კულტურა ზოგადად დამნოუთების, გეგმის გაწერის, ჩვენ უფრო თავისუფლად და მარტივად ვცხოვრობთ. თითქოს არაფერში არ გვჭირდება ეს ჩამოწერა წინასწარ და სხვა მენტალიტეტია, ხო? თუმცა თუ გინდა რომ შედეგებზე გახვიდე, შენ თავს შეზღუდვები რაღაცნაირად უნდა დაუწესო და ჩარჩოებში ჩასვა ხოლმე. იმიტომ რომ სხვანაირად რაღაცა უბრალოდ მინდა, ეს არ გამოდის. ეგ ცოტა ინდივიდუალური ხო არ არის?
ჩემ შემთხვევაში ამართლებს და ზოგადად ახლა ვინც სამუშაოს მაძიებელია, ყველას აქვს KPI, ხო, კომპანიის მენეჯმენტიდან გამომდინარე და იმის შესრულების შედეგად უკვე ხდება დაწინაურებაც, ხელფასის მომატებაც და ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეულწილად KPI რომ არ იყოს სარგებლიანი, ხო არ იარსებდა. ამიტომ შენ საკუთარ თავსაც შეგიძლია დაუწესო და გეგმების, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მიხვიდე იმ შედეგებამდე, რაც გინდა. აი ხა მე ჩემ თავზე რო წარმოვიდგინო, მე ცოტა ისეთი ადამიანი ვარ რა, ანუ რაღაცა პასუხისმგებლობის გზომა მაქვს მაღალი და როცა რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, ანუ ძალიან, ასე ვთქვათ, ღილავ თუ რაღაცა ისე არ მიდის რა და აი ხა მე რომ მქონდეს ამ ღონისძიებაზე საკუთარი თავისთვის განსაზღვრული რომ 10 კონტაქტით უნდა წავიდე აქედან, შეიძლება სადღაც მე-5 კონტაქტის მერე დამეწყო შფოთვა, იმიტომ რომ ის 5 ახლა საიდანაც ვიპოვო რა, ხო ხტები, ანუ აი შეიძლება სტრესში აღმოჩენილიყავი მე მაგალითად მაგ კუთხით რომ აი რა ვქნა, მით უმეტეს მაშინ როცა ხელმძღვანელს აქვს ჩემთვის ეს დავალებული და მე რაღაცა უნდა დავარეპორტო. აი ამ შემთხვევაში მე რო დავიწყო ამ კონტაქტების გაფეიქება, ანუ გულისხმობ შევხვდე ისეთ და გავიცნო ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესისთვის საერთოდ არ გამომადგება, რავი, არასდროს პირობითად ვიძახი. ანუ ეგ ხო არ ქმნის ცოტა აი უხარისხო ლიდების რისკს რა, ესე სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ ჯერ აუცილებლად უნდა იცოდე ვის უშვებ ნეტვორკინგ ღონისძიებაზე. ის რაღაც პოზიციაზე ადამიანი არ ნიშნავს, რომ ურთიერთობების დამყარება კარგად შეუძლია. ეს არის ხელოვნება, კომუნიკაცია. როდესაც შეხედავ თანამშრომელს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ რგოლზეა, რომ კარგად გამოსცეს ადამიანებთან კომუნიკაციაში, ის უნდა გაუშვა. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას და ტიტულს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კომუნიკაციაა მთავარი, ხო? შემდეგ აქედან გამომდინარე, ის ადამიანი დასტრესილი ნაკლებად იქნება, იმიტომ რომ მას უადვილდება ადამიანთან ურთიერთობა და მისი გეგმაც შედარებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ის რომ რაღაცა ძალიან პასუხისმგებლიანი ცოტა ისეთი ადამიანი მოვიდეს. ამიტომ გააჩნია ვის უშვებ, გააჩნია თვითონ ამ ადამიანის უნარებს პირველ რიგში და ყველაფერი რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ თუ 10-ვეს ვერ წაიღებ, 2 წაიღე და ხარისხიანი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, 1-დან აღდი ზუსტად. ამიტომ რაღაცა ეს კარგია რომ მაქსიმალურად დაუწესო შენ თავს რაღაც KPI, მაგრამ თუ ბოლომდე არ გამოგივით, ამის გამოც არ უნდა იყოს სტრესში, რა თქმა უნდა. და შემდეგ უკვე აქედან რო კონტაქტს წაიღებ, იმასთან როგორ გააგრძელებ ურთიერთობას და რამდენად გამოგივა შენი საქმე, კიდე ცალკე ხელოვნებაა და ცალკე სასაუბრო თემა. კი ბატონო, მე მინდა ბოლოსკენ ერთი ესეთი კითხვა მაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ჩვენს ეპიზოდს და დარწმუნებული ვარ მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. ერთი არის ვისაუბრეთ, რაღაც რჩევები მივეცით, მეორეა რა არ უნდა გავაკეთოთ ნეტვორკინგის დროს, აი რაღაც ეგრეთ წოდებულ red flag-ებს რო ეძახით, აი რა არის, რაც ალბათ ახალგაზრდულ ადამიანთან, ახალგაზრდულ კომპანიას არ ვიცი, პირველი შეხვედრა არის საქმიანი თუ რაღაც პირისპირ ხვდებით, თუნდაც დღევანდელ დღეს ვიღაცას, აი რა რით გავაფუჭებთ საქმეს. Red flag-ები ხო ნეტვორკინგის დროს. პირველ რიგში მოერიდეთ უხეშ გაყიდვებს. გამარჯობა, მე ამ კომპანიიდან ვარ, ჩვენ გვაქვს არაჩვეული პროდუქტი ან იმ მსგავსი არ მუშაობს ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ არავინ არ მოდის კომუნიკაციაში, როდესაც შენ რაღაცას ყიდი და ესე დაძალებით მიდიხარ. მეორე ის რომ არასოდეს არის საუბრო კონკურენტებზე ცუდად. სხვისი გულის მოგებისთვის. არის ძალიან ბევრი ეთიკური ეს ქმედებები, რომელიც ადამიანებს სამწუხაროდ გვეშლება, იმიტომ რომ გონია რომ უფრო კარგად გამოჩნდებით. ეს ორი იქნება ძირითადად, ეცადეთ მაქსიმალურად იყოთ გულწრფელები რა. აი ყველა ადამიანი გრძნობს, როდესაც გულწრფელი ხარ და იმასაც გრძნობს, როდესაც საჭიროებისთვის მიდიხარ და ხელოვნური ხარ. ამ ემოციას შენ ვერასოდეს ვერ დამალავ, რაოდენ კარგი მოსაუბრეც არ უნდა იყო, იმიტომ რომ ის ვაიბი და ასე ვთქვათ, ენერგია მაინც თავისას შვება. ამიტომ არასდროს არ შეტენოთ პროდუქტი, მომსახურება, სერვისი, არ მუშაობს ეგეთი რაღაცა, იყავით მათზე ორიენტირებული და აჩვენეთ, რომ ის ადამიანი გაინტერესებთ და მისგან გინდათ რაღაც ინფორმაცია ისწავლოთ და დაიხმაროთ. და ასეთ დროს ნელ-ნელა უფრო იხსნებიან და კომუნიკაციაც შედგება. ჩვენი რჩევებია, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გამოადგება, დღეს თუ არა შემდეგ ნეტვორკინგ ღონისძიებებზე. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გითხრა, რომ ამ ნეტვორკინგს მოწყდი და რომ გამონახე, რომ ჩვენთან ჩაგეწერა პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა.